მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა, დავიწყოთ საკმაოდ ხმაურიანი და ბოლო პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური თემით. ტოქსიკური ნივთიერებები ზოგადად საკვებში და ეს ბოლო პერიოდის ხმაურიანი რთევარძის პროდუქტები, ასევე თხილეულობა, მოკლედ დავიწყოთ ამ თემით და შემდეგ გადავიდეთ. საკვებ პროდუქტებში ზოგადად ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორი სხვადასხვა გზით. ერთი არის როცა ხელოვნურად ვიყენებთ რაღაცა ქიმიურ ნივთიერებებს იმისთვის რომ მოვიყვანოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მეორე შენახვის დროს ბიოლოგიურად ბუნებრივად წარმოქმნილი ვთქვათ ობისოკოები და მსგავსი დამაბინძურებლები, ესე ეძახით ხოლმე მათ, რომელთაც ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის უნარი აქვთ. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური, ვთქვათ, სოკოები და სხვა ამ ტიპის ორგანიზმები, რომლებიც ქმნიან ტოქსიკურ, ანუ ნარჩენებს, როდესაც ისინი ვითარდებიან, გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს საკვებ პროდუქციაში. აქედან გამომდინარე ძალიან სერიოზული პრობლემა და იყო ის, რომელიც ცოტა ხმამაღალი, საკმაოდ ხმამაღალი რეზონანსი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში და აფლატოქსინიც ერთ-ერთი ამ ტიპის ტოქსინია, რომელიც ვთქვათ, არასწორი შენახვის, არასწორი მოყვანის და მისი ანუ საკვები პროდუქციის არასწორი შრობის და მისი მოყვანის და მოსავლის აღების პერიოდის და მოსავლის აღების შემდეგ მათი შენახვის პერიოდში დარღვევებისგან შეიძლება წარმოიქმნას. აქედან გამომდინარე ზოგადად ცნობილია, რომ 25% მოსახლეობისა მსოფლიოში ცნობილია, რომ აფლატოქსინის გავლენის ქვეშ ყდება, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სწორი შენახვა და მისი მოსავლის აღების დროს ის ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც აუცილებელია შრობისთვის თუ ტემპერატურულ რეჟიმისთვის ძალიან ხშირად არის დარღვეული ხოლმე. ეს პრობლემა, ანუ გამოდის, რომ ახალი არ არის, უბრალოდ ჩვენ ახლა გავიგეთ ამის შესახებ? თქვენ თუ გახსოვთ აფლატოქსინის საკითხი მეთხილეებს ჰქონდათ ყველაზე მთავარ პრობლემად, როცა გახქონდათ ექსპორტზე. უკან აბრუნებდნენ და აფლატოქსინი გამოწვეული იყო, აი ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ფაროსანა გავრცელდა და თხილის დაზიანება ხდებოდა მწერის მიერ და მწერის მიერ დაზიანებულ თხილში ვრცელდებოდა ეს აფლატოქსინი, ანუ ეს სოკო, რომელიც გამოყოფს ტოქსინს. ჩვენ ახლა რაც ვიცით, ბოლო ახალი ამბავი ეს არის რძის პროდუქტები და თხილეული. სად შეიძლება კიდევ რომელ პროდუქტებში შეიძლება იყოს მსგავსი შხამები თუ დამაბინძურება? ნებისმიერ ხორბლეულში, ნებისმიერ ხორბალი ზოგადად მარცვლეულში ცნობილია ეს ფაქტი, რომ თუ ასეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ არის შენახული კონკრეტული დაწესებული მისთვის დაწესებულ რეჟიმში არ არის შენახული, მას უჩნდება ეს სოკო და სოკოს შემდეგ უკვე აფლატოქსინის გაჩენა ხდება ამ პროდუქციაში. აქედან გამომდინარე, თივაშიც მაგალითად ჩაი, აი შრალ ჩაის, როდესაც ვამბობთ ხოლმე და ესე იგი, როდესაც ხშირია, ჩვენთან ძალიან მოყვარულები არიან ჩაის და ძალიან ხშირია შრობის პროცესი და მერე ჩაი, სხვადასხვა ხილის ჩაი. აი ამ სხვადასხვა ხილის ჩაიშიც შესაძლებელია იყოს ეს აფლატოქსინი, ვინაიდან სოკოსთვის, აი ამ აფლატოქსინის გამომყოფი სოკოსთვის არის პირობები მთავარი, ტენიანობა ქონდეს და ტემპერატურა ქონდეს. ჩვენ ვიზუალურად და გემოვნებით მომხმარებლები ამას ვერ ხვდებით თუ როგორ არის? იცით რა არის, შესაძლებელია მომხმარებელმა ეს ანუ ზოგჯერ ვთქვათ ზოგიერთ პროდუქციის კარგად დათვალიერების დროს
ჩანს რაღაცა ტიპის ობიის სოკო, მაგრამ ძალიან ხშირად არის ისეთი მოსაზრება, რომ თითქოს ამას რომ გადავადუღებ და ცხელ წყალს რო დავასხა, მან დიდი ხანი ვადუღებ, თითქოს ეს არ აუშავს. მაგრამ აფლატოქსინი არსად არ მიდის, ტოქსინია, რომელიც არანაირი ადუღების და გადადუღების დროს არ გადის პროდუქციიდან. აქედან გამომდინარე, ხალხს, ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება ნახოს თვალხილულად, თუმცა რძის პროდუქტში ამას ვერ ნახავ. შესაძლოა თხილეულში გემოს ცვლილებაც გამოიწვიოს ამ ტიპის ტოქსინმა, თუმცა კიდევ ამბობ, ადამიანის მიერ თვალხილულ ზომამდე მისული სურსათის, ანუ თვალხილული დეტექციისკენ არ უნდა ვუბიძგოთ ხალხს. აუცილებლად უნდა იყოს ამის კონტროლი და სწორედ ლაბორატორიების გაძლიერება, შესაძლებლობების გაძლიერება ლაბორატორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩემის აზრით. ეხლა ახალ სეზონზე ახალი პროდუქტები შემოდის. აი სეზონურ პროდუქტებში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რას ვერიდოთ? სად შეიძლება შეხვდეს ეს დაბინძურება? აფლატოქსინის ნაწილში ახალ პროდუქციაში იმდენად საშიშროება არ არის, მაგრამ ახალი პროდუქციის ნაწილში გვაქვს პესტიციდების და აგროქიმიკატების არასწორი გამოყენების შედეგად ნარჩენი დოზები. ვთქვათ, პესტიციდების ნარჩენი დოზა იმ პროდუქციაში, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც ახალი ხილის და ახალი ბოსტნეულის სახით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკონტროლო ბაზრები კონტროლდებოდეს, ან წარმოებელი თავად სურსათის ეს იქნება ბოსტნეულის ხილის, უნდა ქონდეს დანერგილი კონტროლის მექანიზმი და კონტროლის მექანიზმი ავტომატურ ჯაჭვში უნდა იყოს მაკონტროლებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან. უნდა ხდებოდეს, მე რამდენადაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გეგმიური შემოწმებები, გარდა ამისა უნდა ხდებოდეს არადაგეგმილი ღონისძიებებიც, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია ხოლმე. აი, როგორც ირკვევა ბაზარი გაჯერებულია არაჯანსაღი პროდუქციით და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სანამ არ აწყდება ხმაური. აი, რა არის გამოსავალი? თქვენ ახლა კონტროლს ესაუბრობთ. ეს ხომ არა, ანუ გამოსავლის მხრივ რა შეგიძლიათ გვირჩიოთ? წარმოებლებში სტანდარტების დანერგვა. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წარმოებელი თავისი პროდუქციის წარმოების დროს მას კონდეს სტანდარტი, რომელიც ნებისმიერ ქსელს, როდესაც მიაწოდის პროდუქტს, ჩანაწერების სახით უნდა მიაწოდოს თუ რა იყო გამოყენებული, სად იყო შენახული. აი ეს სტანდარტს აქვს თავისი სტრუქტურა და შესაბამისად ამ სტრუქტურის მიხედვით უნდა წარმოებელი, რომელსაც ბაზარზე გააქვს პროდუქცია და არის ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი ბაზარზე, უნდა კონდეს GMP სტანდარტი იქნება თუ Global Gap-ის სტანდარტი თუ HACCP თუ ISO 22000, ეს სტანდარტები აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად. მეორე თქვი რომ აკონტროლებელი, აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად წარმოებელი უფრო კეთილსინდისიერია რაღაც ეტაპამდე, მაგრამ ხშირია თუ კონტროლი ნაკლებია, მე თვალს ხუჭავს რაღაც თავის პროდუქციის რეალიზაციის პროცესის დროს, მაგალითად არ არის იმდენი ვთქვათ შენახვის პირობების სწორი, ან არ აქვს შესაძლებლობა სწორი შენახვის პირობების, რომლითაც მე თავიდან ირიდებს, მაგალითად რგოლი, რომელიც ბაზარსა და მწარმოებელს შორის არის ლოჯისტიკის, ანუ ვინც აწუდის, ხო, ეს კიდევ ერთი სეგმენტია, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ ერთვება, როგორც მაკონსოლიდირებელი ერთეული და ხშირად ამ ტერიტორიაზეც ხდება ან დაბინძურება, ან არასწორი შენახვა და შესაბამისად უკვე გამოჩნდება ან აფლატოქსინი, ან სხვა დამაბინძურებები. აი რა რეკომენდაციას მიცემთ მოსახლეობას, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ თავიდან ავირიდოთ
თქვათ მომწავლენი ნივთიერებების შემცველობისგან თავი. აუცილებლად მოითხოვენ, როდესაც გაყიდვის ქსელში ყიდულობენ თავ პროდუქციას, მოითხოვენ ამ პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი. დღეს ლაბორატორიული ანალიზი უნდა გქონდეს ყველა მაღაზიას მოთხოვნილი, რომელიც ყიდის ამ პროდუქციას. თუ ეს არ ექნება, ეხა იმდენად არეული სიტუაცია, იმდენად დაძაბულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეშინებულია და 2019-2018 წლებში მისცა ბავშვს საკვებად ის რძე, რომელშიც ღვიძლის დამშლელი ტოქსინია, ხო, ეს არ არის მარტივი ტოქსინი, ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამომწვევია, ხო? აქედან გამომდინარე, დღეს მოსახლეობა შეშინებულია, პირველი ეტაპი რაც უნდა გააკეთოს, მთავრობამ უნდა რაღაცა ჯაჭვი შექმნას, რომ თქვას, რომ ხალხმა ნუ გეშინიათ, ჩვენ ვამოწმებთ, ჩვენ დგავართ ამის უკან და შევამოწმებთ ყველა ერთეულს, ყველა ქსელს, იმისთვის, რომ სურსათი იყოს უვნებელი და შემდეგ უკვე მოსახლეობას უნდა უთხრას, რა ტიპის ეტიკეტირებას უნდა მიაქციოს ყურადღება. იმიტომ რომ თუ ეხა იმდენად არეულია სიტუაცია, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, აუცილებლად სურსათის მწარმოებლებმა უნდა იზრუნონ სპეციფიურ ეტიკეტირებაზე, რომელიც მისცემს საშუალებას მოსახლეობასთან კავშირის, ანუ კონტაქტის. ჩვენ ხომ მოსახლეობასთან წარმოებას მხოლოდ ეტიკეტით აქვს ურთიერთობა, ხო? აი ამ ეტიკეტის საშუალებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინი არ აქვს. ანუ ხდებით, ეს ისეთი კრიტიკული მომენტია დღეს საქართველოში. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ და აქ ამ შემთხვევაში ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელი, ასევე ბიზნეს სექტორი, ასოციაციების დახმარებით, შეიძლება ძალიან რთულია ამისი და ფინანსურად შეიძლება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვდეს, მაგრამ რომ არ გაგეყიდება არც ერთი საკვები პროდუქტი, ის უფრო რთული გადასატანი იქნება ბიზნესისთვის და ბიზნესიც ამით შეიძლება სულაც არ ქონია მას აფლატოქსინიანი რძე, მაგრამ ვინაიდან ხალხი შეშინებულია, არც ერთ რძის პროდუქტს აღარ აიღებს. და აქედან გამომდინარე, ბიზნესის დასახმარებლათაც არის აუცილებელი. კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს. ეს რამდენად მასშტაბური პრობლემაა, თუ ეს იყო მხოლოდ 2018-19 წლის პრობლემა? სამწუხაროდ ეს არ არის ლოკალური და პატარა, ანუ ეს ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ ორი ბიზნეს ოპერატორის დავის შედეგად. თორე გენო არ აქვს რძის ნაწარის ამ კუთხით და შესაბამისად ეს შეიძლება ფართო პრობლემა ყოფილიყო და ეხლა გამოჩნდა ამიტომ მე არ მგონია რომ ეს მარტო 2018-2019 წლის პრობლემაა. ეს შეიძლება პრობლემა იყოს ჩვეულებრივი საკვები, რომელსაც ძროხას აჭმევს თქვათ ბიზნეს ოპერატორი, რომლის რძე შემდეგ მიდის თქვათ ქსელში. თივაც კი უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ თივის შენახვის პირობებიც ქმნის აფლატოქსინის ალბათობას რძეში. აქედან გამომდინარე, მთელი ჯაჭვია მოსაცველი. ეს არ არის მარტივი საკითხი და ამისთვის სპეციალური ჯგუფები უნდა შედგეს. აი, სახელმწიფო სტრუქტურასაც არ აქვს იმხელა შესაძლებლობები ეს ყველა რძის პუნქტი შეამოწმოს. თუმცა თუ ნაბიჯები გადაიდგმება ბიზნეს ოპერატორების, დისტრიბუციის ქსელის და მაღაზიის გაკონტროლების ჯგუფები შეიქმნება სპეციფიური, იმიტომ რომ ბიზნეს ოპერატორს აქვს სხვა ტიპის კონტროლის მექანიზმები, ჯაჭვს, დისტრიბუციის ჯაჭვს სხვა ტიპის მექანიზმები აქვს გასაკონტროლებელი და ბიზნეს, ანუ მაღაზიებს, საიდანაც უკვე უშუალოდ კონტაქტია მომხმარებელთან, აბსოლუტურად სხვა. და ყველაზე მთავარი, ეხა ეს სტრესი რომ მოეხსნას ამ პროდუქციებზე, აუცილებლად კომუნიკაცია უნდა მოხდეს
სახელმწიფო სტრუქტურიდანაც და ბიზნეს სექტორიდანაც მოსახლეობის სადმი და ყველა ხერხი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ სხვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია სოფლის მეურნეობის სეგმენტი, რომელიც 9%-ზე მეტს მოიცავს შიდა პროდუქტის, ხო, ქვეყანაში აქთან გამომდინარე? შეგვიძლია ვთქვათ გარკვეული სარისკო პროდუქტების ვთქვათ ჩამონათვალი გავაკეთოთ? ვთქვათ, რას უნდა მივაქციოთ მეტად ყურადღებასად უნდა მოვიკითხოთ, ვთქვათ, სერტიფიკატი და ასე შემდეგ. აი ყველაზე მეტად სარისკო პროდუქტები. მეტად სარისკო არის ჩირები. გარდა იმისა მარცვლეულები ვთქვით, ბურღულეული მარცვლეული არის აი იმ პროდუქტების სიაში, სადაც აფლატოქსინი ზოგადად ძალიან განვითარებულია და ლეღვის ჭირი ყველაზე მიმზადიანი აფლატოქსინის სოკოსი, ანუ ჩირების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. რძის პროდუქტი, რა თქმა უნდა, იმ ჯაჭვის გამო, რომ ესე იგი, ჯერტი რძე ისეთი ხორბალი და მარცვლეული ისეთი პროდუქტია, რომელიც პირველად პროდუქციაში შედის და აუცილებელია მან გაკონტროლდეს შენახვის პირობები, აი პურის წისქვილები რომ არის, ხო? აი შენახვის პირობები უნდა აუცილებლად იყოს გაკონტროლებული იმისთვის, რომ პურში არ გადმოვიდეს და ცხოველების საკვების მწარმოებლები, რომლიდანაც აფლატოქსინი არ უნდა მოხდეს ცხოველთა საკვების კალათაში, რომ საიდანაც შეიძლება განვითარდეს აფლატოქსინი და რძეში შესაბამისად და შესაბამისად უკვე ადამიანის საკვებში. მადლობა.